მე რატომღაც გონია რომ ეს ყველაფერი ამ მდგომარეობაში ვართ დღეს და თუნდაც აი 30 წლის წინანდელი მდგომარეობა ეს ყველაფერი შექმნილი იყო ხელოვნურად. ანუ ხელოვნურად მოხდა ის რომ მოგვეხმარნენ ეკონომიკის დანგრევაში, მოცარიელებული იყო ველი და ამ ველზე შემოვიდნენ და შემოიყვანეს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ამუშავებდნენ თვითონ, ანუ რაც უნდათ რა მიმართულებასაც უნდათ აძლევდნენ. ასევე ეს განათლების სისტემაში იყო მათი ჩანერგვა თუ აი პოლიტიკაში მათი ესეთი ჩარევა, ეს ყველაფერი ხდება და ხდებოდა ხელოვნურად. შესაბამისად, როგორც მათ გაათავისუფლეს ველი იმისათვის, რომ თავის ინტერესებში შედიოდა, ეგრეთ ჭირდება დღეს ჰაერივით ჭირდება საქართველოს ჩვენს ქვეყანას გათავისუფლდეს პოლიტიკური ველი მოძალადეებისაგან, რომლებიც არიან გამოცდილები იმ NGO-ების მეშვეობით და იმ NGO-ების წევრებია, რომლებიც თავის დროზე დაგვიგეგმეს და ხელოვნურად მოგვიყვანეს, თქვა ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა, ხო? ამიტომ რანაირად შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური ძალა, რომელმაც უარი თქვა პოლიტიკაზე, არჩევნებში მონაწილეობაზე, ყველა პარლამენტში შესვლაზე და პირდაპირ გამოაცხადა, რომ მე უნდა მოვახდინო რევოლუცია. რა არის პოლიტიკური პარტია? რამე პოლიტიკური ორგანიზაცია, რა შეიძლება მოსუწოდო პოლიტიკური, მაგის განცხადებას პოლიტიკური პარტიობა რა თუნდა. ნებისმიერი ჯგუფი შეიძლება გამოვიდეს და განაცხადოს, რომ მე მინდა რომ გაიკეთო ნიღბები და ხელისუფლება უნდა გადავაწყო. რა თუნდა პარტია ერქვას და რაღაცა აღიქმებოდეს როგორც თავარი ოპონენტი ქვეყნის. არა. ანუ თავის დროზე, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, დროის სიმცირის გამო აღარ ჩამოთვლი, რა უბედურებებს აწევდნენ ქვეყანას საზოგადოებას, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს განეიტრალებული იქნას სრულიად და პოლიტიკური პარტია მას აღარ ეწოდებოს და კანონით განეიტრალებული. რა თქმა უნდა, და მას შემდეგ აი მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ჰქონდათ საშუალება, რომ მას შემდეგ რაღაცა სხვა ფორმატში გადასულიყვნენ და ნელ-ნელა ალბათ ქართული საზოგადოება ფაქტიც არის ხომ ხარდამჭერები ყავდათ გინდა თუ არ გინდა და ქართული საზოგადოება რაღაცა ნელ-ნელა ჩაანაცვლებდა ვიღაცებს და შეინარჩუნებდნენ ესენი ფორმას როგორც პარტიას. მაგრამ მიუხედავად ამისა, რა მოძალადეებიც იყვნენ ხელისუფლებაში, ის მოძალადეები დარჩნენ ოპოზიციონერების დროსაც. შესაბამისად, მათი განაცხადები, მათი ქმედებები სრულად ანტიკონსტიტუციური, აი სრულად არ შეიძლება ესენი იყვნენ პარტიის წარმომადგენლები. არა, ამიტომ უნდა კანონის ძალით ჩვენ ცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში. მორჩა და გათავდა, ვისაც რა უნდოდეს, ვისაც ეს სიამოვნება თუ არ ეს სიამოვნება, სახელმწიფო შემდგარი სახელმწიფოა, სამართლებრივი სახელმწიფოა, ამიტომ დღის წესრიგს ვიღაცა იუკნევიჩიანეები და ვიღაცები ჩვენ არ უნდა გვიწესებდნენ, თვითონ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა ჭირდება საზოგადოებას, მის მომავალთაობას